53 წლის ვარ ხო ეხა 90-იანი წლებიც გამოვლილი მაქვს. ძალიან რთული პერიოდი იყო 1000-ის ისასტიკე გვახსოვს უშუქობა ძალიან რთული პერიოდები და ჩემი თაობა ძალიან ტრავმირებულია ჩემზე უფრო თაობა ხო კიდე უფრო მეტად ეხლა უკვე ეს თაობაც ტრავმირებულია სამწუხაროდ ხო და მე არ მახსენდება ეგეთი რაღაცა რომ აი ესე ვით უმეტეს რაღაცნაირად ესე რაღაც ყოველთვის დასაგმობია ადამიანზე ძალადობა ქალზე ძალადობას კაცზე რაზეა ლაპარაკი მაგრამ ესეთი რამე რო ანუ ესე რაღაცნაირად რა ესე დემონსტრაციულად ქალთან მისვლა სახეში ხელის გაწმო და მე გაქცევა ისმის აი ამაზე დავიოსაქციელი მე მაშინ ეხაც ვიცნობ ადამიანებს რომელიც სხვადასხვა არ არის ჩემი სამყარო ცოტა სხვა სამყაროდან არის რა მაგრამ მაგას უნიკადრებ მაგას არავინ არ იკადრებს არასდროს მაშინაც კი მიუხედავად იმ თული და ესეთი პერიოდის რა ხო და ჩემთვის შოკი ის არის ბიჭო რანაირად თავსდება ერთმანეთში ეს ქალია კაცი რანაირად თავსდება ერთმანეთში თუნდაც არ ეთანხმებოდი ხო ახალგაზრდა გოგოა მიდიხარ სახეში უთყავ ამისტოლა კაცი ვერ მართლა ვერ რაღაცა როგორი ჩვენ უახლოვდებით წერტილს როდესაც აი ხუთი ერორი რო აი რაღაც გაუგებრო რაღაცა უცნაური რაღაცნაირი ადამიანის რაღაცა სახეს უიღებთ რომელსაც არა რა არაფერი არ დარჩა მას ხდები ან უნდა მივიდეს ქალს სახეში დაარტყას და გაიქცეს მამისტოლა 60 წელს გადაცილებული კაცი რა მაინტერესებს რა ეხლა ხო ყველა თბილისელი ნუ საქართველოში ცხოვრობ თბილისელები ვარ რაღაცა გვინახავს რაღაცა როგორ ჩდება ეს მოსული ანუ ვიცი რა მაინტერესებს მაშინ გითხარ რომ ეს არის რაღაც სტანდარტი რა ახალი რა ამკე აი ქალია კაცია მაგრამ თან აი თქვენ არ ხართ ადამიანები იმიტომ რომ აფრიკაში დავიზრდე რუანდაში გამოაცხადეს ესე რა რომ აი ტუცები რაღაცა ჯიში არის ტარაკნები და მიდე და გაჭყლიდეთ რა არც ქალიც არ არის იქ არც კაცი ეგ ყველანი არსებები რომლებიც შეგვიძლია რომ გათელო რა და მოსულა ეგ რა ანუ დაკანონებულია თუ როგორ არის კაცო იმიტომ რომ მე ვერ ხვდები მაგას იმიტომ რომ მარტო ევროპისგან მოდის ეს გადაჯიშება და გადაგვარება და გარყვნილობა ეს არ არის გადაჯიშება და გადაგვარება რომ კაცი ქალს ურტყავს და მე შერბის სადღაც და ესე მამისტოლა კაცი რომ რა უნდა მოგცენ ეგეთი ძალიან მაინტერესებს რომ ეგ იკადრო მე მიხვიდე სახში გამიგე და იქ რაღაცას დადგე და კიდე რაღაცა ალბათ ვიღაცები წაგახარე ორ ჯიგარი ხარ სიმონ თუ აი როგორ ხდება ეგ რავი ვინმე გამაგებინოს იქნებ მე ვერ ხვდები რაღაცას და რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას სანამ ვიზა ლიბერალიზაციამდე მივალ მანამდე რავია სანამ იქ მივალ ჯერ რა ხდება ამაზე ვიფიქრობ გავაანალიზოთ და ხო პირველად არ მომხდარა მაგრამ მაინც ძალიან გულსატკენია და საწყენია და სანამ სადღაც ვიღაცას ევროპაში მიადგები მანამდე მოდი შენ დაფიქრდი აქ როგორ იქცევი რა ქვეყანაში მე ნახოთ იქნებ რაღაც გამოვა